თუმცა ამ დღეებში მიღებული ნეგატიური კომენტარებიდან ჩემთვის ყველაზე სევდიანი და უსიამოვნო ნაწილი მაინც ის არის, რომელიც საბჭოთა კავშირისადმი აშკარა სენტიმენტებს ასახავს და საბჭოთა იმპერიის სიკეთეებს მისტირის. ნუ გასაგებია, რომ მსგავსი კომენტარები ალბათ უფრო მეტად ბავშვობისა და ახალგაზრდობის მონატრებაა, თუმცა ზოგიერთმა მათგანმა გული მაინც ძალიან დამწყვიტა. მაშინ ვჭამდით ზუსტად ყველაფერს საუკეთესოს, ახლა სანატრელი კი არა, არც დაგესიზმრებათ მაშინდელი პროდუქტი. ტკბილეულიდან და შოკოლადებიდან დაწყებული. დათუნია ახლანდელ თაობას უჭამია, ყარაყუმიან ციყვი, რა იყო დეფიციტში? არც არაფერი, ხელფასი 80 მანეთი. ის ფული თვიდან თვემდე ყოფნიდა და არც არაფერი გვეკლდა. ახლანდელ 8000 ლარს ნიშნავს. მე მხოლოდ 18 წელი ვიცხოვრე საბჭოთა კავშირში, მერე დაიშალა. მართალია მაშინ ბევრ რამეზე მქონდა პრეტენზია, მაგრამ ყველაფერი გქონდა მაინც. მაღაზიის არ მოგეწონებოდა, სპეკულანტებს აკითხავდი და გაუჩენელს გააჩენდნენ. რაც მთავარია, ხალხს ფული ჰქონდა, უმრავლესობას და არ იყო პრობლემა არაფრის შეწენა. ის სხვა საკითხია, მცირე ხელფასის პირობებში როგორ ახერხებდა ბევრი ამას. მე ბედნიერად მახსენდება საბჭოეთი. ადრე საბჭოთა კავშირის დროს ნამდვილად შესაძლებელი იყო ბევრი უკეთესი პროდუქტის შოვნა, ხას უსვამ შოვნა, რადგან ეს ძირითადად ადამიანების მარიფატზე იყო დამოკიდებული და გასტრონომებში ძირითად შემთხვევაში იყო ან უხარისხო პროდუქტი, უვარგისი, ან შეზღუდული რაოდენობით და გაიცემოდა ტალონებით. ყოველ შემთხვევაში ასეთი ინფორმაცია მაქვს მე და ჩემზე ბევრად უფროსი ადამიანების კომენტარებიც დაიწერა, რომლებიც ჩემზე გაცილებით უკეთესად ერკვევიან ამაში და რამდენიმე მათგანი მინდა გაჩვენოთ. პროდუქტის ხარისხი რა იცით როგორი იყო? მაშინ ვინ აქვეყნებდა? საბჭოთა კავშირში ვერ გაბედავდი. ახლობელმა ნახა ძეხვის გაკეთების დროს ვირთხა როგორ ჩავარდა და გატარდა ხორცთან ერთად. დანადგარი არც გაუჩერებიათ. ეს დანაკლისად ჩაეთვლებოდათ. ის ქალბატონი ისე დაბერდა ძეხვისკენ არ გაუხედავს. ჩაის ფაბრიკაში ბიძაშვილი მუშაობდა. დღემდე ჩაის არ ეკარება. ასევე იყო პურის საცხობში ტარაგნები. იმ ავადსახსენებელ კომუნისტების დროს რას მისტირით? ორმანეთ ნახევარი ღირდაო სულგუნი რომ გაიძახით. ხელფასი რამდენი იყო მაშინ? 45-80 მანეთი ხომ არა? ბუზებიც მრავლად იხარშებოდა იმ სულგუნთან ერთად ქვაბში. რამდენ ძველ უხარისხო და არასწორად შენახულ პროდუქტს ყიდდნენ. თან როგორი ანტისანიტარიის პირობებში თქვენ აზრზე არ ხართ. ან არ გინდათ გაიხსენოთ. უბრალოდ მაშინ მეტი არჩევანი არ იყო და ვერც ხმას იღებდა ვინმე. ეს ხალხი საბჭოთა კი არა იმ პერიოდში ცხოვრობდა, მგონი უკვე გაბრწყინებულ საქართველოში. დიახ, დეფიციტში იყო ყველაფერი, მათ შორის ქარხნული წესით დამზადებული, ანუ გადამუშავებული საკვები. და ეს პავიდლოიანი პურიც ჩემი საუზმე იყო. არ ვგიჟდებოდი, მაგრამ არც მძულდა. სკოლაში საჭმელი არ დამქონდა. ტალონებს გვირიგებდნენ სკოლის ბუფეტისთვის. ოღონდ საშინელება იყო ის ბუფეტი და არაფერს ვჭამდი არც იქ.